მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ არხზე. მოდით ვნახოთ რა გჭირდებათ ამ მომენტისთვის ინფორმაცია, რაც მოდის სივრციდან თქვენთვის. რა მჭირდება ამ მომენტისთვის, ვინც ახლა ამ ვიდეოს ნახავს და შეხვდება. პირველივე, რასაც მიჩვენებს, ეს არის ტრანსფორმაციის მდგომარეობა. ერთხელ და სამუდამოდ ძვირფესვიანად შეცვალე შენი მიდგომები, შენი დამოკიდებულება, შეხედულებები სამყაროს მიმართ და ზოგადად ურთიერთობების კუთხით. დროა უკვე, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად წინა პლანზე დააყენო, უფრო მეტად დააფასო, უფრო მეტად შეიყვარო. რეალურად აქ, რასაც მიჩვენებს თემას, ხო, შენ ყოველთვის შენი თავი უკანა პლანზე ყავს გადაყვანილი, პირდაპირ მნიშვნელობით ხშირად სირთულეებში თავადვე იგდებ თავს და პრობლემურ თემებში. დროა უკვე, რომ გაიაზრო ის, რომ ჯერ შენ ხარ და მერე უკვე გარშემოყოფების სიტუაციები და ადამიანები, ხო? ასევე ფინანსური საკითხების კუთხით უფრო მეტად ეცადე, რომ ბალანსირება განახორციელო, უფრო მეტად ეცადე, რომ სიტუაციური კუთხით გააკონტროლო შენი ფინანსური რესურსი. გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი არიან, ვინც დაინტერესებული არიან შენი ფინანსური ენერგიით და პირდაპირ მნიშვნელობით გჭამენ ფინანსურად. მოდი ესე ვიტყოდი, ხო, შეიძლება იყოს შენგან დახმარების მომენტი, თუნდაც ოჯახის წევრების მიმართ, თუნდაც ასე თქვათ, ფულის ესხების თემა, თუნდაც უბრალოდ ასე თქვათ, შურის თემები, მაქსიმალური ასე თქვათ, მინიმუმამდე დაიყვანე გაცემის თემები, ისეთ ადამიანებს არ ეხმარო, ვინც არ იმსახურება, ვინცგანაც გულწრფელი მადლიერება არ მოდის ელემენტარული კუთხით, ხო? ძალიან ბევრი ძლიერი ადამიანი არის შენ გარშემო, რომელსაც უნდა შენი ასე თქვათ, ენერგიების მითვისება, ასე რომ თქვათ, ხო? ასე რომ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილე ადამიანებზე, რომლებიც არიან ჭორიგნები, ესე ვიტყოდი, ენერგოვამპირები. შენ გარშემო შეიძლება გარკვეული სახის რაღაცა ენების ტრიალი იყოს, ენების კუთხით იყოს რაღაცა მანიპულაციები, ჭორები, მაგრამ მთლიანობაში საბოლოოდ მაინც საკმაოდ დაცული ხარ, ვერ გაზიანებენ. თავარი არის, რომ ემოციურად არ გამოხვიდეთ წყობილების მდგომარეობა და უახლოეს პერიოდში ასევე შესაძლებელი არის ძალიან კარგი სიახლის ინფორმაცია მიიღოთ. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალბატონები იმყოფებით, თქვენ გარშემო სიტუაციებში შეიძლება ვინმეს გაბედნიერება ქორწინება, ან უშუალოდ ორსულობის მდგომარეობაც გაიგოთ. ასე რომ რეალურად რაც გჭირდება ეს ყველაფერი ინფორმაციები მოისმინეთ, დანარჩენი უკვე თქვენ ხელში არის, რას როგორ გააკეთეთ, თავარი არის, რომ ის რჩევა გაითვალისწინოთ, რაც პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ გეხებათ საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება. გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ნახვამდის.